მაგრამ ასევე არ შემიძლია არ უთხრა მადლობა იმ ხალხს, ვისაც ჩვენ სხვა თანამდებობებს გამოვიყენებთ, სხვაგან გადავიყვანთ, მაგრამ მე მინდა თქვა, რომ ის რაც მათ უნდა დაიწყოს, მათ დაიწყოს მაგალითად. და ჩვენ ამას ერთად გააკეთებთ, როგორც რაც გურგენდენ დაიწყო სამთავრობო რეფორმის კუთხით, ბევრი რაღაცა გრძელდება ახლა, ასევე სამთავრობო უწყებებში უნდა იყოს გაგრძელებითობა ტრადიციის. მაშასეთ ჩვენ მოვისმინეთ ოფიციალური ვერსია სამთავრობო ცვლილებების მიზეზების შესახებ, თუმცა სიმართლე გითხრათ, მაინც მიზეზები მე ვერ დავინახე. ეს იყო პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის საჯარო გასაუბრება. ჩვენ თემათით ბატონ ყობალიკლიკაძე დაუხსოვ შეკითხვას, ყობა რა მიზეზი რა არის ამ სამთავრობო ცვლილებების პრეზიდენტმა ბრძანა რომ ეს ხალხი არ არის გადასაყრელი ხალხი, არის კარგი ხალხი, ვინც სტრესს მოხდეს თანამდებობიდან, ასევე პრეზიდენტმა ხოთშეც არაპირდაპირ უპასუხა ბატონ მამუკა კაცკაძის მოსაზრებას, მან ალბათ არ იცოდა რომ მამუკა კაცკაძე ამ მოსაზრებას გამოთქვამდა, თუმცა ფიქრობ ჰქონდა ეჭვი რომ ეს ეჭვი გაჩნდებოდა, ანუ პრეზიდენტმა არაპირდაპირ თქვა რომ ისინი რამდენიმე დღეა ამზადებდნენ ამ სამთავრობო ცვლილებებს, ჰქონდა თათბირი და რომ აი რა კარგია, რომ არ გაჟონა ამან პრესაში ამ ყველაფერმა და რაღაცა ინტრიგები არ წარმოიშვა. ჩვენს თავისუფლება როგორია ამ ყველაფერთან დაკავშირებით? ალბათ ინტრიგებს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვერ ასწრება პრეზიდენტი სააკაშვილი. მე ვეთანხმები ბატონი მამუკას მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ შესაძლებელია ირიბად ეს იყო გადაფარვა ირაკლი ალასანიას მაინც დავარქმევდი რომ ეს პროტესტია, იმიტომ რომ ირაკლი ალასანი არ არის რიგითი ფიგურა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ მეორე მხრივ მაქვს უფრო მეტად შეკითხვა პირველი, ნინო ეს არის ის, რომ რატომ არის ეს გუნდი ახალი სისხლი, მე ვერ გავიგე. ერთი წლის წინ ბატონი ვაშაძე დანიშნეს კულტურის გასატანად და მიზნით ის კულტურის მინისტრად, ერთი წლის შემდეგ ახლა გაახსენდათ რომ მან ზვაენა იცის და მე ბატონმა მიკა გვარამიამ ბრძანა ძალიან საინტერესო რამ რომ ის დააწმუნებს თურმე რომ მას შეუძლია განათლების სამინისტროს გაუწევს. ეს ზიაზანოვის ფილმის არ იყოს აქ არის უფრო მეტი შეკითხვები ვიდრე პასუხები და მით უმეტეს ეს პასუხები ვერ არის პოზიტიური და ბატონი მამუკა კაცკაძის მოსაზრებას გნებავ თეჯს მიძლიერებს ისიც რომ მაინც ღიად არის დარჩენილი თავდაცვის მინისტრის ვინაობა. ბატონი ბაკუთელი არის მოვალეობის შემსრულებელი. შესაძლებელია გულის სიღრმეში ბატონ სააკაშვილს ჰქონდეს იმედი, რომ ირაკლი ალასანიას რაღაცნაირად დაიყოლიებს ამ თანამდებობაზე. მეორე ცოტა არ მგონია ეს სერიოზული იყოს, როდესაც ცხადდება რომ ბატონი ზურაბ აბაშიძე არის კულტურის მინისტრის კანდიდატურა და ამ ადამიანს არ გამოცხადებია თავისი მზადყოფნეს ძალიან ცნობაში ხა ლოგიკურად რო შევაფასოთ, რა თქმა უნდა. ეს ძალიან ძიმე საკადრო დეფიციტზე მიუთითებს პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდში. ჩანს ერთგვარი შიშიც კი თანამდებობის დაკავებისა, მისივე თანამებრძოლების და თანაგუნდელების მხრიდან, რა თქმა უნდა, ზოგადად ქვეყნის სტაბილურობისთვის, გადაობისათვის კაცკაცუნ და ძგარი ზამთრისთვის, რა თქმა უნდა, არ არის კარგი. და მე უბრალოდ მინდა ვისურვო რომ ესეთი ასე ვთქვათ ინერცია არ გაგრძელდეს და უფრო სიღრმისეულად ხდებოდეს განახლება მინისტრთა კაბინეტის ყოველ შემთხვევაში რაღაცა პროგრამულობა ჩანდეს, მიზანდასახულობა ჩანდეს და არ იყოს გამუდმებით ლაპარაკი რაღაც ახალ სიცხეს, როდესაც მასა რეალურად ყველანი სიცხესაგან მიწვიფებით აი ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. ანუ შენ დაინახე რაღაცა ნაჩქარევი გადაწყვეტილება. ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რომელზედაც არ არის პასუხები. ისიც მე არ ვიცი, მე ვთქვა თუ არა, ეს არ არის ჩემი პოზიცია, ეს არის ხუმრობები, რომლებიც უკვე ჟურნალისტებში გავრცელდა დღეს, რომ ნიკა გვარამია ისე აღმოჩნდა უცბად განათლების მინისტრი, რომ თავადაც არ მოელოდა, მე მგონი რომ ეს ადიოდა ზედასართულებზე, მაგრამ მე მგონი არც იცოდა, რომ განათლების მინისტრი. ჟურნალისტებს გაქვს მე მგონი ყობანის უფლება, რომ რაღაცა ჩვენი შთაბეჭდილებები თქვათ, რომ ეს შთაბეჭდილება სწორედ ჩემი ისტორია. დავამატებ და არ მგონია საერთოდ ეს იყოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი ხელისუფლებისთვის, როდესაც მნიშვნელოვან მივლინებაში მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრს ხსნი მივლინებაში ყოფნის დროს. და ხო, ესეთი რაღაცები იყო თებერვლის რევოლუციის შემდეგ ძალიან ხშირად ხდებოდა. რუსეთის იმპერიაში მინისტრები ერთი წით ინიშნებოდა, ზოგი იყო ორი კვირით მინისტრი და ეს არ არის მე მგონი ნორმალური საერთოდ. ბატონ ნიკო, თქვენი რეპლიკა ფრანეს და მე ბატონ ნიკოს. უბრალოდ არის საზოგადოებაში მოარული ფრაზა ხუმრობენ ხოლმე, რომ პიროვნებას აფასებენ მაგარია ხაერში ხსნისო.
აი დღეშელაშვილი მართლა ჰაერში მოხსნეს, რასაც ქვია. ესე იგი ნატოს მინისტერიალზე ჩასული ადამიანი, რომელიც მიფრინავდა ეუთოში რაღაც მოლაპარაკებებისთვის, ჰაერში გაიგო, რომ ის მინისტრი აღარ არის. ან სეფერთან რა უნდოდა ამ ადამიანს, ხო, რა საკეთებდა, ეს სხვა საკითხია. ან ეუთოში რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ახლა მიშა მაგარია შეიძლება ამაში გამოიხატოს, რომ ჰაერში ხსნის მინისტრებს. ეს არის არასერიოზულობის პიკი. ბატონო, თქვენზე როგორი შთაბეჭდილება დატოვა ამ ყველაფერი? ახლა ბატონ მამუკას ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები. ვიდრე იულონ გაგოშიძე თავის ადგილზეა, მე არ მიმაჩნია, რომ სერიოზული გადახალისება მოხდა მთავრობაში. ეს ხუმრობით, ეს რეალურად რაც მოხდა, ძალიან ღმერთესები აქვს ამ ყველაფერს. სააკაშვილის მმართველობის სტილს თუ აიღებთ, ის ფაქტი, რომ გაზეთებში არანაირი ჭორი არ გასულა, სწორედ მაგასაც დასტურებს, რომ დღის პირველ ნახევარში ჯერ კიდე არაფერი არ იყო გადაწყვეტილი. და გადაწყვეტა უცბად მართალია. ნიკა გვარამია კიბებზე ვადეოდა, წარმოდგენა არ ქონდა რა ელოდა ზეებით. და მოასწრო უკვე რამდენიმე განათლების მუშაკმა დამირეკა აღშფოთებულმა რა უნდა გვარამიას მინისტრაცო და ვამშვიდებდი აი მოწმეები ხარ ხალხო რა უნდა მიშა სააკაშვილის პრეზიდენტად და ქვეყანაში სადაც სააკაშვილია პრეზიდენტი მას მერე ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერ ადგილზე. ეს სრული ქაოსია, მაგრამ ახლა მოგეხსენებათ როგორც ნაგებობა კედელი, თუნდაც უმარტივი კედელი, რომელსაც ხარკაძირკველზე არ აშენებს, დიდხანს ვერ გაძლებს, ასევე ვერ გაძლებს ეს ხელისუფლება და მე ცოტა შორს მინდა წავიდე, ახლა ლაპარაკია იმაზე, რომ აი იმიტომ გაგიგრძელდა გზა ნატოსკენ, რომ ადგილი ქონდა აგვისტოს მოვლენას. პირველში უკუღმა ეს ყველაფერი. ეს სააკაშვილის მართვის სტილია. ქმნის პრობლემას. მე იმის ნაცვლად რომ პრობლემა გადაწყვეტოს, ქმნის კიდევ უფრო დიდ პრობლემას, რომ გადაფაროს წინა. მე კიდევ უფრო დიდ და დააგროვა პრობლემების მთელი მთა. თუ არა ახლა რა არის ნატო, მე მგონი ისაც საინტერესოდ ყველამ გაიგო, ხო? ნატო მოხდა საშინაო დავალება რიგიდან 2 წლის წინ. დემოკრატია, სასამართლო, მედია. ნატომ გამიმეორა იგივე ბუხარესტიდან თან პირდაპირ ვადაკერა დღემეუთისა ყურადღებით დავაკვირდებით 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს. 21 მაისს ჩვენ აქ ვაქხანალი აქ ქონდა. ნატო კი არა, თვითონ გაგვიხდა გული. ხო, ამის შემდეგ სააკაშვილისთვის ცხადია, რომ არანაირი ნატო მას უკვე პერსპექტივაში აღარ ელოდა, როგორც ასეთი, ამიტომაც წავიდა ვაბანკზე. ადგა და შევარდა ცხინვალში, თუ მოიგებდა გამარჯვებულებს მოგეხსენებათ არათამაშლებენ. თუ წააგებდა და ისედაც წაგებული იყო და ასედაც, იმიტომ რომ გარდა სხვა დაპირებისა, საზოგადოებისთვის, მას გარდა ნატოსის სხვა დაპირება არ ქონდა. ცდილობდა ნატო წარმოეჩინა როგორც აი რაღაც ყველა შეფუთვაში გახვეული დიდი სიკეთე და შიგრა იყო ამაზე არ ლაპარაკობდა. ამ დროს საჭირო იყო ბოლოდ გაგვეხსნა შეფუთვა და გვენახა რა თქმა ნატო ჩვენგან. ის ყველაფერი ჩვენ რო შეგვესრულები და ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ გულისხმობთ თელ ქართულ საზოგადოებას. ალბათ დღეს ამ დღეში არ ვიქნებოდით. ალბათ არც 5-იანი არჩევნები გაყალბდებოდა. არც 21 მაისის. ვიქნებოდით უფრო ადეკვატურები. არც იარაღის ზღაროს არ დავიწყებდით. არც დამატებით ტერიტორიებს არ დავკარგავდით და გაცილებით ახლოს ვიქნებოდით იმ რეალურ მიზნებთან, რომელიც ქვეყანას სჭირდება. იგულისხმება როგორც ტერიტორიული მთლიანობა, ისე სხვა სიღარიბის დაძლევა და ასე შემდეგ. ახლა უყურებდი სააკაშვილის სახეს, რომ ქვეყანაში კიდევ ბევრია გაჭირვებული. კიდევ ბევრი კი არა, ახლა ნახოთ, რამდენი იქნება გაჭირვებული. და კრიზისის ჯგუფის მოხსენებაში არის ძალიან კარგად მითითებული. ნუ ჩათვლით, რომ ის 4.5 დაპირებული მილიარდი ჩვენ ანგარიშზე გვიდევს და როგორც მოგვეპრიანება, ისე დავხარჯავ. ის 4.5 მილიარდი მე უკვე შევადარე 2004 წლის 16 ივნისს დაპირებულ 1 მილიარდ ევროს პლუს 1 მილიარდ დოლარს. რომელიც, დოლარი ცხადია ამერიკას დაკვირდა, ევროკავშირი ევროს დაკვირდა. ისევე ნახეთ, როგორც საკუთარი კეფა სანტის გარეშე. არ მოსულა აქამდე. იმიტომ რომ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სააკაშვილი ასე ვთქვათ, ფურორში იყო და ყველას ვარდისფერი სათვალე ჰქონდა, დიდი სიამოვნებით დახუპებული ცხვირზე. ჯერ კიდევ მაშინ მათ ვერ დაუშვეს, რომ დაერღვიათ ელემენტარული პროცედურები და კონკრეტული სახელმწიფო პროგრამების წარდგენის გარეშე გამოეყოს ქვეყნისთვის, დემოკრატიის შუქურისთვის, წარმოიდგინეთ, დაფინანსება